დღესვე პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცებს გეკა გელაძეს, თუმცა მანამდე მას თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოусმენენ. ნინო არღულიანია პირდაპირ ეთერში. შიდა და გარე საფრთხეები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. ეს იქნება მთავარი საკითხები, რაზეც დღეს კანონმდებლები გეკა გელაძესთან ისაუბრებენ. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება საკანონმდებლო ორგანოში. მანამდე კი კანონმდებლები ამბობენ, რომ გეკა გელაძე ისეთივე წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, როგორც ამას შინაგან საქმეთა სამინისტროში აკეთებდა. ისინი საუბრობენ ნარკოტიკების წინააღმდეგ, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მეთოდებზე და საუბრობენ იმ საპოლიციო ღონისძიებებზე, რომელიც სწორედ გეკა გელაძის ხელმძღვანელობით გატარდა ქვეყანაში. დღეს დეპუტატებმა თქვეს ისიც, რომ გეკა გელაძე აუცილებლად შეინარჩუნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც უწყებაში ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ დატოვა. გეკა გელაძე არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და მან ეს დაამტკიცა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე სულ რაღაც 9 თვე გაატარა და უკომპრომისო ბრძოლა ვიხილეთ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და ის შედეგები, რა შედეგებიც მან დადო, რა თქმა უნდა, ყველაფერზე მეტყველებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბატონი გეკა გელაძე ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელად, თან მამუკა მდინარაძემ ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ გეკა გელაძე გააგრძელებს ზუსტად ანალოგიური ტემპით მუშაობას. დროული რეაგირება ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე და რა თქმა უნდა გარედან მომართულ გამოწვევებზე ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის ყველაზე მეტი ვალდებულება და სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალყურს. ეს საკადრო ცვლილებები სწორედ ემსახურება იმას, რომ იმ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს ახალმა შემადგენლობამ. მისი წარდგენა ამ პოზიციაზე იყო სწორი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს იმ სტრუქტურას, რომელ სტრუქტურასაც ის უხელმძღვანელებს. გეკა გელაძე ძალიან წარმატებული მინისტრი იყო. ჩვენი მოსახლეობა პირდაპირ უყურებდა რა დონის ოპერაციები ჩაატარა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით. ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, სხვა დანაშაულთანაც დაკავშირებით. ეს არის ძალიან უნარიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი უწყება ამუშავოს საქართველოს საკეთილდღეო და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებს უსაფრთხოების სამსახურში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს პარლამენტი 6 წლის ვადით დაამტკიცებს. მანამდე კი, როგორც უკვე გითხარით, გეკა გელაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოусმენენ.